ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას 14 საათი 21 წუთი გახლავთ რადიო იმედის სტუდიაში უმრავლესობის წევრს ბატონ ლევან მაჭაროვანიას მოსმენძლობთ. გამარჯობა. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. ეს წუთია დასრულდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სამსახველი პირდაპირ ეთერი ბაქოდან. ჩვენ თქვენთან ერთად შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და საერთაშორისო ვითარებაზე ვისაუბრებთ და ჩვენი დიალოგის პირველ ნაწილში ალბათ უპირიანი იქნება სწორედ ამ ვიზიტის თქვენი შეფასება მოვისმინოთ, იმიტომ რომ პრემიერმაც გაუსვა ხაზი რეგიონში მსგავსი მეგობრული ურთიერთობების განსაკუთრებულ ღირებულებასა და აუცილებლობას. პირველ რიგში თუ შეიძლება ჩვენი დიალოგის დასაწყისში მით უმეტეს აი ამ არსებულ შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების ფონზე ამ ვიზიტთან დაკავშირებით თქვენი შეფასება. კი ბატონო, მე სამწუხაროდ საშუალება არ მქონდა ერთობლივი პრესკონფერენციისთვის რომ მომესმინა. თუმცა ეხა ვიზიტი, რა თქმა უნდა, ჩვენს ძალიან ახლო მეგობართან აზერბაიჯანის ქვეყანაში ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთობლივად ვართ ჩართული ძალიან ბევრ პროექტში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემიძლია გამოვყო ეს არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის თემა, სადაც ჩვენ და აზერბაიჯანი მონაწილეობთ უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად. იქ არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თემა, სადაც უკვე ასე ვთქვათ განახლებული არის ეს რკინიგზა და ორჯერ მეტი ტვირთგამტარიანობის უნარი აქვს და ძალიან ბევრი პროექტი არის, სადაც ერთად მონაწილეობ და გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ძალიან მეგობრული ურთიერთობა და ნამდვილად ისეთი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე არის და რეალურ პარტნიორობაზე არის დამყარებული და უფრო გაღრმავდება ეს ურთიერთობა. ეხა აზერბაიჯანი თუ არ ვწდები ხუთეულში შედის იმ ქვეყნების რიცხვში, ვისთანაც ჩვენ ასე ვთქვათ ვაჭრობა გვაქვს და ყველანაირი კუთხით ჩვენ ვაპირებთ რომ გავარხმავოთ აზერბაიჯანთან ურთიერთობა. გასაგებია. რაც შეეხება საერთო სურათს, ჯერ ამ საერთო სურათით შევხედოთ, შემდეგ უკვე ჩვენთან მიმდინარე პროცესებს. დღეს 17 იანვარია და 3 დღეში არის ახალი განახლებულ მდგომარეობაში უკვე პრეზიდენტის რანგში ხელახლა წარდგენილი ტრამპის ინაუგურაცია და გასაგებია ამერიკის სახელმწიფოს მზე სტატუსიდან გამომდინარე გლობალური მასშტაბით ძალიან დიდი მოლოდინია. მით უმეტეს რომ ასეთი ცვლილება ორი დიდი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისა ამერიკის ადმინისტრაციის შენობაში და მათი ფასეულობების ასეთი რადიკალური სხვაობა რაღაც იშვიათად ახსოვს ხოლმე ამერიკას და შემდეგ ეს ყველაფერი მოედება დანარჩენ მსოფლიოსაც. მოკლედ, მას შემდეგ რაც ტრამპი გახდება პრეზიდენტი, უკვე ეს პოლიტიკური სიგნალები მკვეთრად იგრძნობა კონსერვატიზმზე აგებულ პოლიტიკას აწარმოებს. გასაგებია, კონსერვატიზმი როგორც ფასეულობა იქნება მისთვის საყრდენი, თუმცა საგარეო პოლიტიკაში, სადაც როგორც ტრამპი ამბობს, ცდილობს რომ დაუბრუნოს ყველაფერში ამერიკას პირველობა, დიპლომატიური მისი კომუნიკაციის სტილი და მოქმედების სტილი ჩვენ მისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ვიხილეთ, ხო? მისი მკვეთრი განცხადებები, შემდეგ მიდიოდა ვთქვათ პომპეი და ეს იყო მე მგონი პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა და ვიზიტიც კი შედგა. მოკლედ, ამ მოცემულობაში, როცა იმ წინა პრეზიდენტობისგან განსხვავებით, ახლა სხვა მოცემულობაში ვარ და ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური გადათამაშების მოცემულობა არის ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ როგორი ტიპის გლობალური პოლიტიკური ამინდის ცვლილებას ელოდებით, იგივე მე ამ შემთხვევაში მეტი აქცენტი მაქვს ევროპაზე, დასავლეთზე. კი ბატონო, 2025 წელი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გადამწყვეტი წელი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს თუ გადავხედავთ, ვინაიდან ყველანი ვატყობთ, რომ ახალი გლობალური დღის წესრიგი ყალიბდება. და არის უამრავი გამოწვევა და ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხდება სამწუხაროდ ბატონ დონალდ ტრამპს დემოკრატების ადმინისტრაციისგან, ვინაიდან ჩვენ ხედავთ, რომ მსოფლიოში ფაქტობრივად წერტილი არ არსებობს, სადაც ან კონფლიქტი არ არის, ან პოტენციური კონფლიქტი არ არის, ხომ? ყველგან არის დაძაბული ვითარება და უამრავი თემა აქვს დასალაგებელი ბატონ ტრამპს, ხო? ეხლა უკრაინის ომი რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, რომ ეს ტრაგედია მალე დასრულდეს და მისი დაპირება, რომ უახლოეს
თვეებში მოახერხებს იგი ამ კონფლიქტის დაალაგებას და დასრულებას, რაც ჩვენზეც რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიურად აისახება, იქიდან გამომდინარე რომ მოიხსნება ის წნეხი, რაც ჩვენზე მომდინარეობს ბოლო 3 წლის განმავლობაში, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს გარე ძალებს, ვისაც ბატონი ტრამპი Deep States უწოდებს, ქონდა ძალიან სერიოზული ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ყოფილიყო მეორე ფრონტი და ეს ინტერესი არ გამქრალა, სანამ ეს კონფლიქტი მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ კონფლიქტზე არის, ამ კონფლიქტის დასრულებაზე არის ზუსტად მიბმული ის, რომ ჩვენ ქვეყანაში მეტნაკლებად დაწყნარდეს სიტუაცია კონკრეტულად ამ კუთხით. ეხლა ბატონ ტრამპს ასევე მძიმე მემკვიდრეობა ხდება იმ კუთხით, რომ ეხლა რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ კარგად ვატყობთ, ხომ? იქი გააფორმეს თქვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ისრაელმა და ჰამასმა, ხო, მაგრამ ნუ იმ დღესვე უკვე რაღაცა აირია და ეს თემაც დასალაგებელი არის. იქ ურთიერთობა ირანთან როგორ გაგრძელდება და როგორი იქნება ბატონი ტრამპის დამოკიდებულება ირანის მიმართ, ხო? ხა ჩინეთი, რომელიც ესეთი ძლიერია და ნუ მინიმუმ სოფლიო სამეულში შედის თავისი სიძლიერით, ხა ამერიკასთან და რუსეთთან ერთად რა თქმა უნდა, როგორი პოლიტიკა ექნება ბატონ ტრამპს ჩინეთთან, ხო, დაალაგდებიან ისინი, გააგრძელებენ, ვთქვათ, კონკურენციას, ეს კონკურენცია იქნება მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში თუ შეიძლება რაღაცა უფრო ისეთ დაძაბულობაშიც გადავიდეს, ხო, ესეც ნუ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა სოფლიოსთან, რუსეთთან როგორ გააგრძელებს ბატონი ტრამპი ურთიერთობას, ევროპასთან რა მოხდება საბოლოო ჯამში, ხო, ხა ჩვენ უყურებთ რომ მაგალითად ბატონი ილონ მასკი, რომელიც დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ სოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი და იგი გავლენას მხოლოდ ამ კუთხით არ ფლობს, იგი ბატონი ტრამპის ადმინისტრაციაში არის ბატონ ტრამპთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პიროვნება, ხო, უკვე პოლიტიკოსი არის ბატონი ილონ მასკი და ეხლა რა განცხადებებსაც იგი აკეთებს, ნუ ძალიან ეჭვმეპარება რომ ბატონ ტრამპთან ეს განცხადებები შეთანხმებული მას არ კონდეს, ხო? და ეხლა ბოლო კვირების განმავლობაში რაც ვიხილეთ, პირდაპირ ადანაშაულებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს იმაში, რომ დემოკრატია ფაქტობრივად არ არსებობს, ხო? პირდაპირ უტევს ბატონ შოლცს, შემდეგ შეუტია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. კი ბატონო. კიდევ რიგ ქვეყნებს ევროპაში და აქეთ ამ მხრიდან პირიქით ევროპა ამბობს რომ ბატონი მასკი წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის, ხო? მაშინ როდესაც ბატონი მასკი მათ ადანაშაულებს ჯორჯ სოროს, რომ მან ფაქტიურად მოსპოვა ეს დემოკრატია ევროპაში, მერე გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი, მანაც დაადასტურა რომ მასკი კი არა სოროსი არის, ასე ვთქვათ, დემოკრატიისთვის საფრთხე. იქ არის თემები ევროპასთან მიმართებაში, როდესაც ბატონი ტრამპი ამბობს, რომ თუ ევროკავშირს სურს, რომ ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომელიც ნატოში არიან გაწევრიანებულები, სურთ რომ გააგრძელონ ეს ურთიერთობა და მათ იცავდეს ნატო, მაშინ 2%, რასაც ისინი იღწევენ თავიანთი ეკონომიკიდან 2%-ს, ეს 5% უნდა გახდესო და ეს უნდა გადაიხადონო, რაც ევროპისთვის ნუ ძალიან მტკივნეულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხედავთ რომ შარშანაც ევროპისთვის არ იყო ისეთი წარმატებული ფინანსური წელი 11-მა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ რეცესიით დახურეს წელი. ეხაც რომ გამოქვეყნდება მონაცემები სავარაუდოდ უკვე იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, ნუ საინტერესოა რა ხდება ევროკავშირში. და გერმანია რომელიც ეკონომიკურად ყოველთვის გამორჩეული იყო ევროპაში. ხო, რა თქმა უნდა, ნუ სერიოზული კრიზისია, პირველ რიგში პოლიტიკური, ეხა გერმანიას თუ გადავხედავთ, საფრანგეთს თუ გადავხედავთ, იქ ავსტრიაში პრობლემები არის, ბელგიაში პრობლემებია, ნიდერლანდებში პრობლემებია, წამყვან ქვეყნებზე მაქვს ხო საუბარი და არის ასევე ეკონომიკური პრობლემები, ხო? რაც გამოიწვია, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ და იმ სანქციებმა, რაც რუსეთს დაუწესეს და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, სოფლიოში არის ძალიან რთული ვითარება, იქ ახლა რუსეთმა საერთოდ დოქტრინა შეცვალა, მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ, სადაც თქვა, რომ ნებისმიერი რაღაცა, რაც მე საფრთხე შემიძლია აღვიქვაო, უკვე მეუფლებას ვიტოვებ, რომ გამოვიყენო ბირთვული იარაღიო და ძალიან სერიოზული საფრთხეები არის ხა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ხო? ამას რატომ საუბრობ, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან დიდი ნაწილი ამ ყველაფერს არ აკვირდება და რატომღაც გონიათ, რომ დედამიწა საქართველოს გარშემო ბრუნავს და რაღაცა ისეთი პრობლემებზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც ნუ სამწუხაროდ მეასე ხარისხოვანი არის იმ პრობლემებთან შედარებით, რაც რეალურად სოფლიოს უდგას, ხო? პირველ რიგში სოფლიო უნდა გადალაგდეს, 25 წელი არის ამისი წელი, რომ სოფლიო გადალაგდეს და გამოჩნდეს უკვე ვინ ვისთან მეგობრობს, ვინ ვისთან პარტნიორობს, ეხა ისიც ნუ გამოგრჩება, რომ ბატონი ტრამპი ნუ 51 შტატს ეძახის უკვე კანადას და მის შემოერთებაზე არის საუბარი. გრენლანდიასთან დაკავშირებით, ნუ სერიოზული უთანხმოება აქვს ეხა დანიასთან და პირდაპირ ამბობს, რომ გრენლანდიის შემთხვევაში შეიძლება იქ რაღაცა სამხედრო ჩარევაც გახდეს საჭირო იმისთვის, რომ გრენლანდია ამერიკას შემოერთდეს. იქ პანამის არხთან დაკავშირებით არის ასევე სერიოზული აჟიოტაჟი და ამიტომ საუბრობ, რომ ჩვენი მოქალაქეები კარგად დაფიქრდნენ, რომ
სოფლიოში არის ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ბევრი გამოწვევა და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მშვიდობის კუნძული რაც ვარ საქართველოს, ხო, ეს მშვიდობა შევინარჩუნოთ და ის ეკონომიკური ზრდის ტემპი რაც გვაქვს აღებული, სხვა შორის სოფლიო ბანკმა განაახლა 2024 წლის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ზრდის მონაცემი, დღეს გამოქვეყნდა თუ გუშინ გამოქვეყნდა, სადაც ამბობს, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს საქართველოს 2020 წელს, რითიც სოფლიოში მეორე ადგილს ვიკავებდა. ბოლო 4 წლის გასაშვალოებული ეკონომიკური ზრდით საქართველოს ევროპაში არის პირველ ადგილზე. ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ იყოს ქვეყანაში მშვიდობა და მშვიდობა არის ეკონომიკის განვითარების პირველი გარანტორი, რა თქმა უნდა, და ეს ეკონომიკური განვითარების ტემპი გაგრძელდეს და როგორც ჩვენ დავაანონსეთ ჩვენ საარჩევნო პროგრამაში 2028 წლისთვის სიღარიბეც და უმუშევრობა საქართველოში იყოს 4%-ზე ქვემოთ, რაც ევროპულ სტანდარტზე უფრო მაღალი სტანდარტია, ხო? და 2030 წლისთვის და ვთქვათ 31 წლისთვის ჩვენ უკვე ვიყოთ იმისთვის მზად, რომ და ისი ძალიან დიდი ალბათობაც არის თუ ესეთი ზრდა გაგრძელდა ქვეყანაში, რომ უკვე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში უნდა გადავიდეთ ჩვენ და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს კარგად უნდა გაიაზრონ და ემოციებით არ უნდა იმოქმედონ, იმიტომ რომ პირველ რიგში ქვეყანას ჭირდება მშვიდობა და ეს რაღაცა გაფიცვები და ხელოვნურად ეკონომიკისთვის კრიზისის შექმნა და ის 4 რადიკალური ოპოზიციური პარტია, რომელიც ღაღადებს, რომ თავარი ეხა საქართველოს ეკონომიკური იზოლაციაში მოექცეს და ასე შემდეგ, ეს პირდაპირ მოღალატეობრივი განცხადებაც და ქმედებაც არის, ხომ? როგორ შეიძლება, როდესაც ესეთი ეკონომიკური ტემპი გაქვს, როცა მშვიდობას ინარჩუნებ ამ ყველაფრის ფონზე, რაც სოფლიოში ხდება, შენ ესეთ განცხადებებს აკეთებდე და შენი გეგმები ამას ემსახურებოდეს, ხო? პირიქით, შენ თუ პატრიოტი ხარ და ქვეყანაზე თუ ზრუნავ, იმაზე უნდა იზრუნო, რომ ეს ეკონომიკური ზრდა რომ გაგრძელდეს, ყველაფრით ამას ხელი შეუწყო და ეხა 18 ნოემბერი იყო თუ არ ვშტები, როდესაც ამ 4 რადიკალურმა პარტიამ გააგზავნეს ეგრეთ წოდებული დანოსი ბრიუსელში, სადაც პირდაპირ ევროკავშირს მოუწოდებდნენ, რომ აბსოლუტურად ყველანაირი ურთიერთობა საქართველოსთან გაეწყვიტათ, ფინანსური ურთიერთობა, იქ ვიზიტები შეჩერებული იყო, რაღაცა ტრანშები რაც გათვალისწინებული იყო, ეგ ტრანშები ჩახსნილი იყო და NGO ორგანიზაციებზე გადარიცხული იყო. შემდეგ ბატონი გახარიას წამოწთენა გახსოვთ, თქვენ სადაც მან თქვა, რომ პირველი ფაზა ჩვენი არისო, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე მოვასწროთო მთავრობის დამხობაო, თუ ეს ვერ მოვახერხეთო, მეორე ფაზა უნდა იყოს ის, რომ ქვეყანა აბსოლუტურ იზოლაციაში მოხდესო ეკონომიკის თვალსაზრისითო და ნუ ეხა აქ ხო ძალიან მარტივად არის გასარჩევი, ხო? რომ რა სურთ ამ ძალებს, ხო? ამ ძალებს სურთ, რომ ნებისმიერი რაღაცის ფასად ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ხო? არ აინტერესებთ არც ქვეყნის განვითარება, არც მშვიდობა ქვეყანაში, არც ეკონომიკური წინსვლა. და ჩვენ ახლა მივხედავთ ამ ხელა პრობლემების არასეს ხელოვნურად გვიქმნიან, ხო? და როგორი წნეხის მოდიოდა მთელი მსოფლიოდან, მოდი ესე ვთქვათ, იმ ბიუროკრატებიდან, ვისაც deep state-ი აკონტროლებს და ეს ახლა ქართულ ოცნებაზე რომ ხუმრობდნენ, რომ ეს რაღაცა ამასაც სუბუქად ვამბობ, ხო? ეს რაღაცა გლობალური ომის პარტიაო, რაღაც შეთქმულების თეორია არისო. მოდი ვნახოთ აბა ბატონ ტრამპთან დაკავშირებით, როგორ განცხადებებს გააკეთებს ეს პოლიტიკური პარტიები და მათი მიმდევრები, ხო? ბატონი ტრამპი წამოეგო ქართული ოცნების შეთქმულების თეორიას. ეს ხო სისულელე და აბსურდია. ეზალები არსებობს, კულისებს მიღმა მართავენ სერიოზულ პროცესებს, სამწუხაროდ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ დემოკრატების ადმინისტრაციაში. ეხა ტრამპა კი გამოაცხადა მათი დამარცხება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა გავლენებს შეუმცირებს ამერიკაში, ხო? და ამ ძალებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ევროპულ ბიუროკრატიასაც. და ხა ამ ყველაფრის პირობებში საქართველოს რო აგრძელებს ესე მყარად დგომა მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლას, ეს რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის ძალიან პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკის დამსახურებაა. ალბათ მრავალისმერი არის ბატონ ორბანის განცხადებაც, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა. და ზოგადად დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაცია მით უმეტეს პირველი მსოფლიო ომისა და მეორე მსოფლიო ომის ახალი წესრიგის შემდეგ საერთოდ სხვა დონეზეა. თუმცა აქ უკვე ღირებულებით ნაწილში სხვანაირ ამერიკაზეა საუბარი, როგორც ჩანს. და მე მინდა ყურადღება გამომახვილო New York Times-ის ფრაზაზე, რომ ევროპაში ამერიკული ჩარევის ახალი ეპოქა იწყება და ამ განმარტებაში საინტერესო რამ მქონდა მითითებული გამოცემას, რომ ევროპული სახელმწიფოები ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთიდან და ჩინეთიდან ფარული გავლენის მოგერიებლად ცდილობდნენ და ახლა ისინი უნდა გაუმკლავდნენ მასკს და ტრამპის მოძრაობა, მაგას მცდელობებს და ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებას. ანუ თითქოს პარტნიორებად რჩებიან, მაგრამ
ღირებულებებსა თუ სხვადასხვა ასპექტებში შეიძლება უთანხმოებები იყოს. მათ შორის მაგალითად პირობითად ახსენეთ დანია და გრენლანდიის საკითხი, ხო? ეს დასავლეთის ნაწილი. აზია, რომელიც ჩინეთის 7 და მისი პოლიტიკისთვის დამახასიათებელი გრძელვადიანი რუდუნებით, მისი ეკონომიკური დომინანტობით, აზია ცდილობს საერთოდ ახალი სიმძიმის ცენტრი შექმნას და დასავლურს განერიდოს. გასაგებია ჩინეთის ცდილობა, რომ მარტო ერთი ამერიკა არ იყოს ეს სახელმწიფო და ის ეძებს თავის სივრცეებს ამისთვის. ნატო ახსენეთ და დიახ, მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატები წყნარი ოკეანისკენ და ჩინეთის გარშემო უფრო მეტ სამხედრო გაერთიანებების ინტერესს შეიძლება იჩენდეს, ვიდრე ნატოს, იმიტომ რომ იქ სხვა მოცემულობა შეიძლება დადგეს. დასავლეთი აზიის სახელმწიფოები და აზიის გაერთიანება შანხაის ფორმატში და ასე შემდეგ ძალიან საპირწონე ხდება და ჩვენ ვართ შუაში. ის რაც ჩვენთვის გეოგრაფიული მდებარეობა არის თავის ტკივილი, ეს არის საშველიც ხოლმე. კითხვა მიმყავს საით, თქვენ ახსენეთ შიდა პოლიტიკური პროცესის და აი ამ შიდა პოლიტიკური პროცესის ფონზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ცალსახად გეოპოლიტიკური რეკონსტრუქციის ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ მკვეთრად არ ჩანს ვის რა შესაძლებლობები და გავლენები დარჩება და ჩვენ აი ამ გარდამტეხე ეპოქაში ცოტა ბუფერული სივრცეები უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ლავირების საშუალება დავიტოვოთ. აი ეს ლავირების საშუალების რა სივრცეებს ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და სამწუხაროდ ჩვენ დღის წესრიგს ვერ შევქმნით. ჩვენ შექმნილ რეალობაში უნდა ვიპოვოთ ჩვენი შესაძლებლობა და სხვა დიდი სახელმწიფოების ინტერესებთან სადღაც კვეთა. მოკლედ, აი ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე როგორ ფიქრობთ, ხრჩება ჩვენ ლავირების საშუალებები? ხომ არ შეიძლება ამ პროცესებმა, ასე ვთქვათ, რაღაცა ჩვენ გაგვირთულოს გეოპოლიტიკური არჩევანის საშუალება. ნახეთ, როგორ შევაფასებდი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცება, რასაც ქართული ოცნება ემსახურება და მით უმეტეს ბოლოს 60 წელს რომ გადავხედავთ, რა ჩვენი პატრიოტი ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ესეთი დამოუკიდებელი და ესეთი სუვერენული ჩვენი ქვეყანა, უახლეს ისტორიაში ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, გამტკიცების ფონზე მეგობრული ურთიერთობა გქონდეს ყველა ძლიერ აქტორთან. და რაში გამოიხატება ეს? ხა თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩინეთი ხა სწორად აღნიშნეთ ეკონომიკით უკვე ვარშავი პირველ ადგილზეა, სერიოზული ძალა არის და უნიპოლარული რომ აღარ არის სამყარო, ყველა კარგად ხედავთ, ხო? მინიმუმ არის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი, ხო? ჩინეთთან ჩვენ მეგობრობთ და როგორც კი გაფორმდა ეს პარტნიორობა, დაინიშნა პირდაპირ ფრენები, უვიზო მიმოსვლა გაფორმდა და შუა კორიდორი, რომელიც ჩინეთისთვის არის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზა, ვინაიდან ვთქვათ, იქ ჩრდილოეთიდანაც ჩაკეტილი არის ევროპაზე გასასვლელი, სამხრეთიც ძალიან ისეთი რისკიანია, ვთქვათ, ღაზის კონფლიქტის გამო და ასე შემდეგ, ყველაზე უმტკივნეულო გზა და ყველაზე მშვიდი გზა, საიდანაც ყველაზე სწრაფად და იაფად შეიძლება ტვირთი განაწილდეს შემდეგ უკვე ევროპაზე, ეს არის შუა კორიდორი, სადაც საქართველო იკავებს საკვანძო ადგილს და ანაკლის პროექტი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი. თქვენ კარგად იცით, რომ ამ პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და 2030 წლამდე პირველი ეტაპი დასრულებული იქნება ამ პროექტის სახელმწიფო ფინანსური კი ბატონო და აქ 600 მილიარდამდე იქნება უკვე დახარჯული ამ პროექტის განხორციელებაში 28-29 წლის ფარგლებში და 600.000-მდე კონტეინერის გატარების საშუალება ექნება და ეს ჩინეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ევროპისთვის არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვინაიდან ტვირთს მიიღებენ გაცილებით სწრაფად და ტვირთს მიიღებენ გაცილებით უფრო იაფად, ხო? ეს რაც შეეხება თქვა ჩინეთთან ჩვენ ურთიერთობას. ამერიკასთან ჩვენი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილია და ძალიან სერიოზული მოლოდინი გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ის ძიმე მემკვიდრეობა ურთიერთობებთან დაკავშირებით, რაც დემოკრატების ადმინისტრაციამ დაუტოვა ბატონ ტრამპს, ეს გადაიტვირთება, რა თქმა უნდა, ხა ინაუგურაციიდან მეორე დღეს და მესამე დღეს ეს ვერ მოხდება და ჩვენ ძალიან დიდი შესავალი გავაკეთეთ, რამდენი პრობლემა არის დასალაგებელი მსოფლიოში, მაგრამ რა თქმა უნდა, იგი გამონახავს დროს ამ ურთიერთობების გასაჯანსაღებლად, ანუ ძალიან ჯანსაღ რეჟიმში მოხდება მინიმუმ ჩვენი ასე ვთქვათ
შეხვედრები იქნება თუ საუბრები ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. ძალიან კარგი არის ის, რომ ღირებულებებით ნაწილში ვარ სრულ თანხმედრაში. არ გვჭირდება იმის მტკიცება, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია და კაცი ქალი ვერ გახდება და პირიქით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შვიდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მისთვისაც მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამჭვირვალობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და სპეციალურად შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტი ერქმევა თუ არ ვშტები, რასაც ჩაიბარებს ბატონი ილონ მასკი და ვივეკ რამასუამი. და სადაც უკვე პირდაპირ საუბრობენ, რომ უაზროდ ბევრი ფული იყრება იმაში, რომ რაღაცა NGO-ებს აფინანსებს ამერიკა, რომელიც არ შედის ამერიკის სახელმწიფო ინტერესებში და ეს NGO-ები არიან დაკავებულები, რომ კონკრეტულ ქვეყნებში განახორციელონ მავნებლური, ასე ვთქვათ, საქმიანობები და უამრავი ფული მიდის ამერიკის გადასახადების განმხდელების ჯიბიდან, ხო? ანუ სრულ თანხმედრაში ვარ ღირებულებებით ნაწილში და რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი საწინდარია იმისი, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს და ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ეს იყო დამოკიდებული ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებზე, ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებზე და უკრაინაში ომის დასრულებასთან არის ეს მიბმული ასევე. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს deep state-თან ბატონი ტრამპის ბრძოლა, ვინაიდან თუ იგი შეძლებს რაღაც დონეზე მის დამარცხებას და ის დისკომფორტი, რაც ჩვენ ქვეყანას ექმნება ბოლო 3 წლის განმავლობაში, ამის შემოქმედი არის სწორედ ეს deep state-ი, იგივე გლობალური ომის პარტია, ვისაც როგორ უნდა ისე დაუძახოს. ხო, პირველმა ამ ძალებთან დაკავშირებით, სხვათა შორის ისაუბრა პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა, შემდეგ ისაუბრა პრეზიდენტმა კენედიმ. ну მისი ასე ვთქვათ ინტერვიუს შემდეგ სულ მცირე ხანში იგი ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ეხლა ვიღაცამ დაიჯეროს რომ ეს ძალები არ არსებობს და ვიღაცა ნუ დაიჯერებს, ხო? ფაქტია რომ არსებობს და ფაქტია რომ ბატონი ტრამპი და ილონ მასკი იმდენად გავლენიანი ფიგურები არიან, რომ ქართული ოცნების ასე ვთქვათ თუ თეორიულად დაუშვებთ, რომ ეს ჩვენი შეთქმულების თეორია იყო, ამაზე არ წამოვეგებოდნენ და ჩვენი შეთქმულების თეორიის მიხედვით არ იმოქმედებდნენ და განცხადებებს არ გააკეთებდნენ, ხო? შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან აი ამ ყველაფრის მერე უკვე ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას, რაც ასევე შემდეგ უკვე ავტომატურად ასახავს პოვებს ევროკავშირთანაც ურთიერთობების გადატვირთვაზე, ვინაიდან შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ როგორც საქართველოს ჭირდება ამერიკა და ევროკავშირი, არანაკლებ ჭირდება ამერიკას და ევროკავშირს საქართველოს ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და სწორედ მაგიტომ მოვიყვანე შუა კორიდორის ასე ვთქვათ მაგალითი თუ როგორ ჭირდება ევროკავშირს ის რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და იმ ტვირთმა გაიაროს უკვე საქართველოს გავლით უფრო სწორად გადანაწილდეს უკვე ევროპაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ ყველასთან შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობა. რუსეთთან მიმართებაში რა თქმა უნდა ის პრაგმატული ასე ვთქვათ ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა ჩვენ რასაც გთხოვდნენ და რაც ვერ გვაპატიეს, მოდი პირდაპირ ვთქვა და რატომ წამოვიდა ესეთი ზეწოლა, რომ ჩვენ გთხოვდნენ იმას რომ ჩვენ უფრო სწორად არ დაგვიტოვეს იმის საშუალება რომ ინდივიდუალური მანევრით გვემოქმედა, ინდივიდუალური პოზიციონირებით გვემოქმედა რუსეთთან მიმართებაში, მაშინ როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ნატოს კოლგით დაცული ქვეყანაა რო ვართ, ჩვენი ეკონომიკა ისე ძლიერი არ არის როგორც ევროკავშირის ეკონომიკა, ჩვენ იგივე რიტორიკით ვერ დაველაპარაკებოდით რუსეთს, ამის უფლება არ გვაქვს ფიზიკურად, იმიტომ რომ 40 კილომეტრში დგანან, ხო? და არავინ არ გვიცავს და ვინ გვაძლევს გარანტიას რომ დაგვიცავს, ხო? ჩვენ სანქციებს რუსეთს ვერ დაუწესებდით, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და თვითონ ლუსტრირება მოახდინეს ამისი ევროპარლამენტარებმა, როდესაც ბოლო რეზოლუციაში ისე იკადრეს, რომ ესე ჩაწერეს, რომ რუსეთს აუცილებლად სანქციები უნდა დაუწესოთო. მაგრამ ჩვენ ნუ ვატარებთ, რა თქმა უნდა, პრაგმატულ პოლიტიკას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ურთიერთობები რაღაცა ესკალაციის ახალ ფაზაში არ გადავიდეს, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი ნომერ პირველი, მოდი ესე ვთქვათ, ამოცანა არის ის, რომ ეროვნული ამოცანა, ესე ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და ეს გამთლიანება აუცილებლად უნდა მოხდეს შერიგების გზით და ეს გამთლიანება აუცილებლად უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. იმიტომ რომ თუ ეხა იმის ილუზია აქვს ვინმეს, რომ ეს ომი შეიძლება მოხდეს, ხო, ძალიან მაგრა არის შემცდარი ამაში. და დანარჩენი ხა მივყვეთ, ჩვენ უნდა დაველოდოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისევე პრაგმატულად, ისევე აუჩქარებლად. ზედმეტი ცანცარის გარეშე, რომელიც ჩვეუდა ბატონ სააკაშვილს და მის რეჟიმს, მოდი ესე ვთქვათ, და სიმჩატის გარეშე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომელიც კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს, ახასიათებთ, როდესაც მაგალითად აი რაღაცა პრიგოჟინის თემა იყო, კარგად გახსოვთ, და უცებ ამჩატდა მთელი ოპოზიცია და ეხა შესაძლებლობის პანჯარაა და შევიდეთ აფხაზეთში, ხო? ჩვენ რას ვეუბნებოდით, რომ მოდი მოვიცადოთ, თხილად შევხედოთ მოვლენები როგორ განვითარდება, ასე შემდეგ. ჩვენ ვარ ყოფილიყავით ხელისუფლებაში, კიდევ უფრო დაღუპავდნენ
ჩვენ სამშობლოს, ხო? ეს ხო ფაქტია, ეს ხო ჩვენი მოგონილი არ არის, ხო? ამას ვისმენდით, ამას ყველაფერს უყურებდით და ჩვენ შესაბამისად უნდა დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო თვეების განმავლობაში და რაც მე ჩამოვთვალე ამერიკასთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობა და რეალური ასე ვთქვა სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ ფურცელზე გაწერილი რომელსაც არც თავისუფალი ვაჭრობა არ მოყოლია არც პირდაპირ ფრენები არ მოყოლია არც უვიზო რეჟიმი არ მოყოლია და არც არანაირი ბენეფიტი არ მოყოლია რაც რეალურად თავისუფალ ვაჭრობას უნდა ახასიათებდეს ხო რაც რეალურად სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ახასიათებდეს ჩვენ რეალური პარტნიორობა გვჭირდება ჩვენ გვჭირდება რომ ევროპამ რა თქმა უნდა მიდგომები შეცვალოს საქართველოს მიმართ და ის რაღაცა დეზინფორმაციული კამპანია რომელიც ჩვენ პირველ რიგში ვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ფაქტობრივად ევროპელებმა ჩაუტარეს წინასაარჩევნო კამპანია ოპოზიციას, ხო? მე შეგნებულად არ ჩამოვთვლი, რამდენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა საქართველოში, დადგნენ აქციებზე, ლანძღავდნენ ქართულ ოცნებას, შემდეგ დელეგაციებზე აგზავნდნენ, სადაც პირდაპირ მოუწოდებდნენ, ასე ვთქვათ, ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომ მაიდანიზაცია ძალიან გამოადგებაო საქართველოსო, პირდაპირ შვედეთიდან იყო მაგალითად ევროპარლამენტარი მაგალითად პოლონეთიდან იყო ევროპარლამენტარი რომელიც ბოლოს სცენიდან ძლივ ჩამოიყვანეს ფრიმიშას ძახილით ხო ეს ყველაფერი ჩვენ ხო გვახსოვს ხო და განცხადებაზე კეთდებოდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდი რომელიც ძალიანად ურტყავდა ქართულ ოცნებას მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი გადავლახეთ რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ უბრალოდ ჩვენ რას ვითხოვთ ჩვენ ვითხოვთ პარტნიორობას ვიღაცის სიდიდიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება ვერ მოვითხოვოთ თანაბარი პარტნიორობა მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ რომ 1%-იან პარტნიორად მაინც გავიხილოთ ხო ჩვენ არ შევეგუებით იმას რომ ვიღაცამ ჩვენ განგვიხილოს როგორც ვასალი და როგორც დაქირავებული მუშა. პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს, რა თქმა უნდა, ურთიერთპატივისცემას და ამის გარეშე პარტნიორობა ყველასთან არის წარმოუდგენელი. ბატონ ლევან, ერთი წუთიც არ რჩება საერთო დროის დასრულებამდე, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოში ყოფებოდნენ, შეხვედრები ჰქონდათ და მათ შორის თქვენ, როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე იმყოფებოდით მათ შეხვედრაზე და აღნიშნეთ, რომ მიაწოდეთ ინფორმაცია, რომელსაც ისინი არ ფლობდნენ და რა სახის ინფორმაციაზე იყო აქ საუბარი და შეხვედრები პირველი შეხვედრა მათ ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შემდეგ უკვე შეხვდით თვითონ პასეს დელეგაციის წევრები, შემდეგ ისინი შეხვდნენ ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ პრემიერ-მინისტრთანაც ჰქონდათ შეხვედრები და მან სანამ ჩვენ შეხვდებოდნენ, ისინი შეხვდნენ NGO სექტორს და რადიკალური ოპოზიციური ტელეარხების წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, იქიდან ჰქონდათ მოსმენილი რაღაცა სამხრივი ინფორმაცია, იგივე აქციებთან დაკავშირებით და იგივე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ, მივაწოდეთ აბსოლუტურად ყველაფერზე ფაქტები, მტკიცებულებები, ის არ ჰქონდათ ბოლომდე წარმოდგენილი, რომ ეს აქციები პირველი ერთი კვირის განმავლობაში მშვიდობიანი არ იყო. ანუ დაარწმუნეს NGO-ს წარმომადგენლებმა, რომ მშვიდობიანი იყო და ეხლა რომელ ტელეარხს არ უნდა გადაგერთო ეს იმედი იქნებოდა თუ საზმაო იქნებოდა თუ ფორმულა იქნებოდა თუ პირველი ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ეს აქციები იყო ძალადობრივი. რა თქმა უნდა, იქ იყვნენ მისულები მშვიდობიანი პროტესტისთვისაც მოქალაქეები, მაგრამ იქ იყო ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ძალადობისთვის იყო და სახელმწიფო გადატრიალებისთვის მისულები, ხო? პოლიციას აგინებდნენ საათების განმავლობაში, ესროდნენ პილოტექნიკას, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ასობით პოლიციელი არის დამწვარი, ხო? ეს აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ და რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამარაგა ყველანაირი ინფორმაციით ამასთან დაკავშირებით და ისიც შევახსენეთ, რომ როგორც კი სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩხრეკები ჩატარდა რადიკალური ოპოზიციური პარტიების ოფისებში და ამოვიღეთ ის პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და ასე შემდეგ, უკვე თვეზე მეტი არის ეს აქციები მიმდინარეობს მშვიდობიანი აქციების ფარგლებში, ყველას აქვს რა თქმა უნდა პროტესტის უფლება ჩვენ ქვეყანაში, ეს სტანდარტი ჩვენ დავნერგეთ 12 წლის განმავლობაში ეს ეხტებოდა, ესე მოხდება, ვისაც უნდა შეიკრიბოს, ოღონდ კონსტიტუციის ფარგლებს ნუ გასწდებიან და კანონის ჩარჩოებს ნუ გასწდებიან. რამდენჯერაც უნდათ გზა გადაკეტონ, თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი არის შეკრებილი, თუ უნდათ ერთი წელი იდგნენ პარლამენტთან, ოღონდ არც პოლიციას არ აგინონ, არც პიროტექნიკა არ ისროლონ, არც შტურმი არ მოახდინონ, დაახლოებით 20 ოთახი იყო დამწვარი პარლამენტში, ხო ეს ხო ჩვეულებრივი შტურმი არის პარლამენტზე და იქ ბევრ თემაზე იყო საუბარი, ეუთოოდირის დასკვნაზე იყო საუბარი, არჩევნებზე იყო, არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ოპოზიციაზე და ასე შემდეგ და ძალიან ისეთი კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა ჩვენ პასეს დელეგაციას მათ წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს ყველა ინფორმაცია ძალიან ობიექტურად მიიღეს და გაანალიზებენ ამ ყველაფერს და სწორად ჩაიტანენ ევროპაში. მადლობა დიდი. ჩვენი დიალოგისთვის გამოყოფილი საერთო დროც ამოიწურა რადიო იმედის სტუდიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ბატონ ლევან მაჯავანიანს მას მიზნობდით ჩვენი მასთან დიალოგი აიუტირდება რადიო იმედის Facebook გვერდზე წინ გელოდებათ საინფორმაციო გამოშვება დროებით. მადლობა.